კანაფის ზედზე მინდა ეს პატარა ვიდეო ჩავწერო ორი სიტყვით გეტყვით, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სამკურნალოდ და რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მოსაძებად. სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენებენ კანაფის თესლიდან მიღებულ ზედს, ანუ ცივად დაწურვის შედეგად ღებულობენ ზედს, რომელიც გამოიყენება შემდეგ სამკურნალო დანიშნულებით. ცივად გამოყვანა მისი ხდება პრესით, ძალიან ისეთი მაღალტონიანი პრესებით. ჩვენ პირობებში ესეთი კუსტარულად გაკეთებული აქვთ და კეთდება ესეთი დიდი მანქანების დანკრატები რო არის ჰიდრავლიკული დანკრატი და ამით შეიძლება ამის რაღაც ესეთი კუსტარულად მისი მოწყობა. ბევრი ვიდეო არის ამასთან დაკავშირებით იმაზე YouTube-ზე და ახლა დიდ დროს არ წაგართმევთ. უბრალოდ გეტყვით, რომ აი ეს თესლიდან გამოყვანილი ზეთი მოსაწევად არ გამოიყენება, არ ვარგა, იმიტომ რომ მას არანაირი ეფექტი არ აქვს, საერთოდ TKK შემცველობა 0-ია მასში, ამიტომ ის გამოიყენება სუფთა სამკურნალო თვალსაზრისით. და მოსაწევად უკვე თქვენ რასაც ქიმიას ეძახით, რომ გამოყავთ, აი ეს არის შემოგარგებო კანაფის ზეთი, რასაც ქვია უბრალოდ ჩვენ სხვანაირად ვეძახით მას ქიმიად და ვინ როგორ აკეთებს ანაირად აი ეს ქარვისფერს რო ღებულობს უკვე და ქარვისფერი რო არის, აი ეს არის კანაფის ზეთი. მას ერთგვარი სამკურნალო თვისებების გააჩნია, მაგრამ ამასთან ერთად პლუს გააჩნია მათრობელი ეფექტი, რომელიც უკვე სამკურნალო ისეთნაირად არ არის. და ამიტომ სამკურნალოდ ვაპირებთ გამოყენებას, პროფილაქტიკის მიზნით ვაპირებთ გამოყენებას, იკითხეთ საიდან არის ეს გამოყვანილი, თუ თესლიდან არის მიღებული, ესე იგი შეიძლება მის სამკურნალოდ მიღება, თუ გამოყვანილია ესეთი კუსტარულად სახლის პირობებში, აუცილებლად იკითხეთ, თუ მარიხუანადან არის, კანაფიდან არის გამოყვანილი, არ აქვს მნიშვნელობა, ტრუხა იყოს, რაღაც იყოს, მას მაინც გააჩნია თავისი ეფექტი და ასე რომ, შეგეშინდებათ მოკლედ რა, რაღაცა თუ რაღაცა თრობითი ეფექტი მიიღეთ აი ამ ყველაფრისგან. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, თქვენთვის დიდი პრობლემა არ არის, არაფერი არ არის და ლაიქი დაარტყით, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. დიდი მადლობა ყველას.